გამარჯობათ პატივცემულო ტელემაყურებლებო, ბაგრატოვანთა დრო აგრძელებს თავის გადაცემათა ციკლს ისტორიას ბაგრატიონებზე, ისტორიას საქართველოს ისტორიას და დღევანდელი ჩვენი გადაცემა გვინდა მიუძღვნათ კვლავ ტაო-კლარჯეთს, მმართველობით ფორმებს, გვინდა მიუძღვნათ ბიზანტიას და ბაგრატიონებს შორის ურთიერთობებს და რა თქმა უნდა დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი და მე ვთვლი რომ სტუმარი კი არა, არამედ ჩვენი გადაცემის ექსპერტი, ბაგრატოვანთა სახლის ისტორიკოსი ბატონი იოსებ ბიჯიკაშვილი სტუდიაშია დღეს ჩვენთან ერთად და ყოველთვის უმეტეს შემთხვევაში ჩვენთან ერთად იქნება ბაგრატოვანთა დროს ისტორიულ განყოფილებას ხელმძღვანელობს ბაგრატოვანთა სახლის ისტორიკოსი ბატონი იოსებ ბიჯიკაშვილი. მოგესალმებით ბატონო იოსებ, გამარჯობათ. დღევანდელი გადაცემა, როგორც აღნიშნე, იქნება ტაო-კლარჯეთზე კვლავ, ტაო-კლარჯეთში მიმდინარე პროცესებზე და მმართველობით ფორმებზე. თუ როგორი იყო მმართველობითი ფორმა ტაო-კლარჯეთში. გთხოვთ ამის შესახებ გასაუბროთ. თავდაპირველად აშოტ კურაპალატმა, რომელმაც დააარსა ტაო-კლარჯეთის სახელმწიფო სამთავრო, რომელიც დასაწყის პერიოდში ცნობილი იყო როგორც ტაო-კლარჯეთის, ანუ ქართველთა საკურაპალატო. ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ამ წინა გადაცემებში. იმავე საუკუნის ბოლოს 898 წელს ის გადაიქცა სამეფოდ. იმის გამო რომ მისმა მმართველმა ადარნასე მეორემ მიიღო ეს წოდება და ცნობილი ხდება ისტორიაში როგორც ქართველთა მეფე და კურაპალატი ერთდროულად. მის შემდგომ ეს წოდებები განაწილდა. ანუ მისმა 4 ვაჟმა ერთი მეორის თანმიმდევრობით ხდებოდნენ ტაო-კლარჯეთის უმაღლესი მმართველები. კერძოდ მისმა უმცროსმა ვაჟმა დავით მეორემ მიიღო ქართველთა მეფის ტიტული. მისმა მომდევნო ძმამ აშოტ მეოთხემ მიიღო კურაპალატის ტიტული. ხოლო უმცროსმა ძმებმა ბაგრატმა მიიღო მაგისტროსის ტიტული და ყველაზე უმცროსმა სუმბატმა მიიღო პატრიკიოსის წოდება. ეს რას ნიშნავს? ეს ბიზანტიური წოდებები. ეს ბიზანტიური და ადგილობრივი ქართული წოდებები, რომლებიც იმ დროს არსებობდა ტაო-კლარჯეთში. ანუ ეს იყო როგორც საპატიო წოდებები და იყო ასევე თანამდებობითი წოდებები. აი ხშირად არის, როცა ვთქვათ, ამა თუ იმ ბაგრატიონს ისტორიულ წყაროებში მოიხსენიებენ ერისთავად, პატრიკიოსად, ანტიპატრიკიოსად, ანტიპატრიკად, კურაპალატად, მაგისტროსად. აი ეს ნიშნავდა იმას, რომ გარკვეული ბაგრატიონები ერთმანეთთან იყვნენ გარკვეულ ფორმით დაკავშირებული. ტაო-კლარჯეთში იყო ერთობლივი მმართველობა, ანუ საოჯახო მმართველობა იყო. და ის პიროვნება, რომელიც ატარებდა დასაწყის პერიოდში კურაპალატის წოდებას და ადარნასე მეორის შემდგომ ქართველთა მეფის წოდებას, ის იყო ფაქტიურად პირველი ყველა თანასწორ უფლებიან მმართველთა მიმართებაში. და ის ითვლებოდა სახელმწიფოს მმართველად. მიუხედავად იმისა, რომ იყო სხვა თანამდებობები და მისი ახლო ნათესავები, ძმები იქნებოდნენ, თქვათ, ბიძაშვილები ან ბიძები, აი ყველა ერთობლივად მართავდნენ ტაო-კლარჯეთის სახელმწიფოს. აი ძალიან კარგად ჩანს ზუსტად ადარნასე ქართველთა მეფის შვილების მაგალითზე. როცა ერთდროულად არსებობდა ქართველთა მეფის ტიტულის მატარებელი და ასევე არსებობდა კურაპალატის ტიტულის მატარებელი. ანუ ეს ნიშნავდა იმას, რომ ეგრეთ წოდებულ მთავრობის მეთაურად, ესე ვთქვათ, ითვლებოდა ის პიროვნება, რომელიც ქართველთა მეფის წოდებას ატარებდა. და აი დანარჩენი ამ წოდებების მფლობელები
იყვნენ ფაქტობრივად მინისტრები. დღევანდელი გამოიყენა ტერმინოლოგია. და აი ამ ერთობლივი მმართველობით ისინი ხელმძღვანელობდნენ ქვეყანას. ამასთან ერთად არსებობდა ასევე საპატიო ტიტულები. და აი ამ ტიტულის მატარებლები მხოლოდ აი ამ საპატიო წოდებას ატარებდნენ და უშუალოდ მმართველობაში არ იღებდნენ მონაწილეობას. ითვლებოდნენ, რომ ამ გვარის წარმომადგენლები არიანო, იყვნენ აი ამ საპატიო წოდების მატარებლები. ანუ არსებობდა როგორც თანამდებობრივი წოდებები, ასევე ტიტულარული წოდებები. აი იმის შემდეგ, როცა კვდება ქართველთა მეფე დავით მეორე, ეს ხდება 937 წელს, მთავარ მმართველად ხდება მისი მომდევნო ძმა ადარნასე მეოთხე აშოტ მეოთხე კურაპალატი. ეს ძალიან კარგად ჩანს გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში, სადაც ბოლოში მოყვანილია ვინ არიან იმ დროს საქართველოს და ბიზანტიის მმართველები. ჩამოთვლილი არის ბიზანტიის იმპერატორი, ჩამოთვლილი არის ტაო-კლარჯეთის მფლობელები, აფხაზთა მეფე გიორგი მეორე არის ჩამოთვლილი. ხო და აი ამ დროს უმაღლეს ანუ მთავარ მმართველად ითვლებოდა აშოტ მეოთხე კურაპალატი. მიუხედავად იმისა, რომ მას კიდევ ყავდა ორი მომდევნო ძმა, ბაგრატ მეორე და სუმბატ პირველი. 954 წელს აშოტ კურაპალატი კვდება და ხელისუფლება გადადის უმცროს ძმაზე, სუმბატ პირველზე. იმიტომ რომ მომდევნო ძმა ბაგრატი, რომელიც მაგისტროსის წოდებას ატარებდა, ის 945 წელს გარდაიცვალა. დავით მეორეს და აშოტ კურაპალატს მემკვიდრეები არ ყავდათ. ხოლო გაგრძელება ყავდა ბაგრატ მაგისტროს და სუმბატ კურაპალატს. აი ძირითადი ის მოვლენები, რომლებიც მოხდა ტაო-კლარჯეთში, ხდება აი მათ მემკვიდრეებს შორის. კერძოდ ბაგრატ მაგისტროსის შთამომავალი იყო ისტორიაში კარგად ცნობილი დავით კურაპალატი, რომლის სახელთან დაკავშირებულია საქართველოს გაერთიანების პირველი ნაბიჯები და მეორე შთამომავალი, ანუ სუმბატ კურაპალატის შთამომავალია ბაგრატ მესამე, რომელმაც ფაქტიურად თავის მამობილის, ანუ დავით კურაპალატის მეშვეობით შეძლო ერთიანი საქართველოს შექმნა. ანუ გარკვეული ნაწილები, კერძოდ ქართლი, დასავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს გარკვეული რეგიონები გაერთიანდნენ ერთ სახელმწიფოში, საქართველოს სამეფოში. ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს და ესეც ყველაფერი ნაბიჯ ხდებოდა. ძალიან საინტერესო პიროვნება არის ისტორიაში დავით კურაპალატი. მან ძალიან დიდი კვალი დატოვა ტაო-კლარჯეთის ისტორიაში და მის სახელთან ძალიან ბევრი საინტერესო მოვლენები არის დაკავშირებული. კერძოდ 958 წელს, როცა კვდება სუმბატ პირველი კურაპალატი, როგორც ჩანს, მოხდა საოჯახო შეხვედრა და ამ საოჯახო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ერთი შტო ფლობს ქართველთა მეფის წოდებას, ხოლო მეორე შტოში გადადის კურაპალატის წოდება. ანუ ქართველთა მეფე ხდება სუმბატ კურაპალატის ვაჟი ბაგრატ მეორე, ისტორიაში ცნობილი როგორც ბაგრატ მეორე რეგვენი, რეგვენი არა იმ გაგებით, უარყოფითი გაგება, არამედ როგორც ახალგაზრდა. ანუ წლოვანებით აშკარად ახალგაზრდა იყო და იმიტომ ეს წოდება დარჩა ისტორიაში. ერთი წამით შევჩერდები ამაზე. სამწუხაროდ 200 წლის განმავლობაში დღევანდელ დღემდე ძალიან ბევრი მახინჯი სტერეოტიპია ჩამოყალიბებული. ეს ხდებოდა ძალიან უმეტესობა აქედან არის მიზანმიმართულად გაკეთებული და გარკვეულწილად ჩვენ შევეცდებით, რომ აი ეს სტერეოტიპები, რომლებიც არის შექმნილი და მიზანმიმართულად და ხელოვნურად ისტორიულ დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით დავამსხვრიოთ და საზოგადოებისთვის იქნეს ცნობილი სიმართლე, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, რომელიც ისტორიულ ფაქტებზე არის დაყრდნობილი და არა ხელოვნურად შექმნილ რაღაც
ფორმებზე, რომელიც ესეთი ძალიან ცუდ სტერეოტიპებად არის ჩამოყალიბებული. ესე იგი, ამ შემთხვევაში რეგვენი ნიშნავს მისი მნიშვნელობით ახალგაზრდას გამოუცდელს, ხანდახან აი ესეთი ამკობენ შემდგომში ამ რაღაც გარკვეული ფორმები და ეს ყოველ შემთხვევაში იმ დროისთვის ეს არანაირად არ იყო ისეთი ასოციაციას არ იწვევდა, როგორცაც თქვათ დღეს იწვევს ეს. შეიძლება. აი ამ 958 წელს მოხდა ეგრეთ წოდებული ბაგრატიონთა შეთანხმება. ანუ ერთი სტო ხდება ქართველთა მეფის ტიტულის მატარებელი, მეორე ხდება ყურაპალატის მატარებელი. ქართველთა მეფე ხდება ბაგრატ მეორე, ხოლო ყურაპალატად ხდება ადარნასე მესამე. აი ეს ადარნასე ადრე ატარებდა ბიზანტიურ მაგისტროსის წოდებას. მას ყავდა ორი ვაჟი, ბაგრატ მეოთხე ერისთავი და უმცროსი ვაჟი დავით მესამე ყურაპალატი. ისტორიაში შესული დიდის ეპიტეტით. ანუ ის ქმედებები, ის ღონისძიებები, რაც ამ პიროვნებამ დატოვა საქართველოს ისტორიაში, იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ადარნასე მესამე სულ 3 წელი იყო ყურაპალატის წოდებაში. აი ჩვენთვის უცნობი მიზეზების გამო ისტორიამ არ შემოგვინახა ამ ამბების დაწვრილებითი ახსნა განმარტება. აი ადარნასე მესამის ვაჟები ბაგრატ მეოთხე და დავით ყურაპალატი თავის მამას ყურაპალატის ტახტიდან ფაქტიურად ჩამოაგდებენ და ადარნასე მესამე ხდება ბერი ერთ მონასტერში. აი რამ განაპირობა ეს ქმედება, აი დაწვრილებით ისტორიამ არ შემოგვინახა. ნუ ფაქტია რომ მოხდა გარკვეული გადატრიალება. ეს ხდება იმ დროს, როცა ბაგრატ მეორე ატარებს ქართველთა მეფის წოდებას. ორივე ეს სტო არის ტაოს სტო, ანუ ტაოს ბაგრატიონთა სტო. ხო და აი ბოლომდე ის ურთიერთობა, რომელიც ყოველთვის იყო ტაო-კვართისის ბაგრატიონებში, თავიდანვე, ანუ ის ურთიერთ თანამშრომლობა, ურთიერთ მმართველობისკენ მიმართული ნაბიჯები ბოლომდე იყო შენარჩუნებული. ანუ არასდროს არც დავით ყურაპალატი და არც ბაგრატ რეგვენი ერთმანეთს არ ებრძოდნენ. თუ ხდებოდა რაღაც საომარი მოქმედებები, რომლებიც ძალიან გახშირდა მე-10 საუკუნის მეორე ნახევრისაკენ, ყოველთვის მოკავშირეებად გამოდიოდნენ. ეს იქნებოდა არაბების წინააღმდეგ, ეს იქნებოდა მუსულმანური მმართველების წინააღმდეგ, რომლებიც შესფოთებულები იყვნენ დავით ყურაპალატის გავლენის გაზრდით, გაძლიერებით. იყო ხშირი, როცა დავით ყურაპალატი და ბაგრატ მეორე ერთობლივად დაუპირისპირდნენ მომავალ საქართველოს ერთიან მეფეს ბაგრატ მესამეს და მის მამას გურგენ მეორეს. აი ეს შიდა დაპირისპირება ფაქტიურად ამის მიზეზი იყო ასევე ბაღვაშთა გვარის წარმომადგენელი ლიპარიტი, რომელმაც გამოიწვია აი ეს კონფლიქტი, აი ამ ორ ბაგრატიონთა ფაქტიურად განშტოების შორის. ეს დამთავრდა უსისხლოდ. ანუ ბაგრატ მესამე იძულებული იყო, მისული იყო თავის მამობილთან და აეხსნა ის ვითარება, რომელიც შეიქმნა, ის დაპირისპირება, რომელიც მათ შორის მოხდა და როცა ამათმა ერთმანეთში გაარკვიეს ურთიერთობა და დამყარდა მათ შორის კვლავ ის კავშირი და მშვიდობა, მთელი ყურადღება ბაგრატ მესამემ კლდეკარის ერისთავს მიუძღვნა და 999 წელს საბოლოოდ დაიმორჩილა კლდეკარის ერისთავი და თავის ხელისუფლების ქვეშ მოაქცია.
ეს ხდებოდა შემდგომ. წინა პერიოდში იყო ძალიან საინტერესო ამბები, რომლებიც დავით მესამე კურაპალატთან არის დაკავშირებული. 975 წელს ბიზანტიის ტახტზე ადის ბასილი მეორე. ეს ბასილი მეორე იყო ცნობილი კონსტანტინე პორფიროგენეტეს შვილიშვილი, აი რომანუს მეორის უფროსი ვაჟი. ბატონო იოსებ, ეხლა ჩვენს გადაცემაში რეკლამის დროა. ძალიან საინტერესო ადგილას შევჩერდით და ცოტა ხანში დაგიბრუნდებით. ჩვენ დაგიბრუნდით პატივცემულო ტელემაყურებლებო და ვაგრძელებთ ძალიან საინტერესო ადგილიდან ეს რაც შეეხება ბიზანტიის იმპერიას და დავით კურაპალატის ურთიერთობას. აი როგორც მოგახსენეთ 975 წელს ბიზანტიის ტახტზე ადის ბასილი მეორე. ეს იყო კონსტანტინე პორფიროგენეტის შვილიშვილი. მისი ვაჟის რომანუზის უმცროსი ვაჟი. ანუ ტახტზე ადის ბასილი მეორე და მის თანა იმპერატორად, ანუ თანა მმართველად მისი უმცროსი ვაჟი კონსტანტინე მერვე ხდება. რეალობაში ესენი არიან ძალიან მცირეწლოვანები და მათი დედა იმპერატრიცა ფეოფანო ხდება ჯერ იოანე ციმისხიოსის მეუღლედ და ეს სამხედრო მოღვაწე და ბიზანტიის არმიის მხედართმთავარი ხდება რეალური იმპერატორად. რეალურ მმართველად და 6 წლის მანძილზე ფაქტობრივად ის ხელმძღვანელობს მთელ იმპერიას. ეს ის დრო არის, როცა ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა ტერიტორიებზე ადგილობრივი ფეოდალები იწყებენ ბრძოლას კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ, ანუ ბიზანტიის ცენტრის წინააღმდეგ. აი ერთ-ერთი ეგეთი მცირე აზიის ფეოდალი იყო ცნობილი თავის დროზე მხედართმთავარი ბარდა სკლაროსი. მან აჯანყება მოაწყო ბასილი მეორეს წინააღმდეგ. რამოდენიმე ბრძოლაში მარცხი მიაყენა საიმპერატორო არმიას და უახლოვდებოდა კონსტანტინოპოლს. ამ ვითარებაში ბიზანტიის იმპერიის მესვეურებმა დახმარებას თხოვეს ზუსტად დავით მესამე კურაპალატს. დავით კურაპალატმა გარკვეულ პირობებზე ბიზანტიელებს გაუგზავნა დამხმარე ჯარი. აი ამ დამხმარე ჯარის ერთ-ერთი მეთაური იყო ცნობილი თორნიკე ერისთავი. 976 წელს მან ფაქტობრივად ბარდა სკლაროსი მდინარე გალისთან დაამარცხა და ამ დამარცხებით მან ფაქტობრივად გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია აი იმ შიდა ომებისაგან და იმ დაპირისპირებებისაგან, რომელიც მოხდებოდა თუ ვთქვათ მოხდებოდა აი ამ ბარდა სკლაროსის მოსვლა ხელისუფლებაში. დავით კურაპალატმა გაგზავნა 12000 ქართველი მეომარი, რომელმაც გაიმარჯვეს აი ამ ბრძოლაში. ამის სანაცვლოდ ბიზანტიის იმპერიამ გარკვეული მიწები გადასცა დავით კურაპალატს სამფლობელოში. და მის სიკვდილამდე ეს მიწები ითვლებოდა მის საკუთრებად და მის სიკვდილის შემდეგ უნდა დაბრუნებულიყო უკან ბიზანტიის იმპერიას. დავით კურაპალატმა
როგორც ჩანს გადაწყვიტა ეს მიწები მის სამფლობელოშივე დარჩენილი იყო. და როცა საბათ შემოგარენი იყო ტაუკლაჟეთის დასავლეთი ის ქართული და სომხური მიწები, რომლებიც სასაზღვრო მიწები იყო დავით კურაპალატის თქო ტერიტორიებთან. აი როცა 987 წელს კვლავ ბარდაფოკამ მოაწყო აჯანყება, აი ამ აჯანყებაში ამ აჯანყებულების შორის აღმოჩნდა დავით კურაპალატი. ანუ მან იფიქრა, რომ თუ ესენი გაიმარჯვებენ, ეს მიწები დარჩება ჩემს სამფლობელოში. მიუხედავად ამისა, ეს აჯანყება მარცხით დასრულდა და დავით კურაპალატი იყო იძულებული ბიზანტიასთან მოეწერა ხელშეკრულება, რომ მის სიკვდილის შემდეგ მის კუთვნილი მიწები გადაეცემოდა ბიზანტიის იმპერიას. ეს ძალიან ისეთი ნაბიჯი იყო, იძულებული ნაბიჯი იყო დავით კურაპალატის მხრიდან. მით უმეტეს, რომ მას მემკვიდრეები არ ყავდა და ის თავის შვილობილს ბაგრატ მესამეს ეხმარებოდა ქვეყნის გაერთიანებაში. მიუხედავად აი ამ ხელშეკრულებისა დავით კურაპალატისა და ბიზანტიისა, ის აგრძელებდა აქტიურ პოლიტიკას ყველა მიმართულებით. აი 990-იან წლებში, როცა რამოდენიმეჯერ მუსულმანური ხელისუფლები შეიჭრნენ ამიერკავკასიაში, აი ბრძოლა მათ წინააღმდეგ ფაქტიურად წამოიწყო დავით კურაპალატმა. მის მოკავშირეებში იყვნენ როგორც ქართველი მეფეები, ასევე სომხეთის მეფე-მთავრები. აი ერთ-ერთ ეგრეთ ბრძოლაში ამათმა გაერთიანებულმა ჯარებმა ეს მუსულმანური კოალიცია დაამარცხეს და გარკვეული მიწები ვანის ტბის გარშემოთ გადავიდა დავით კურაპალატის სამფლობელოში. ანუ მან ფაქტიურად გაზარდა თავის სამფლობელოების ტერიტორიები, რომლებიც უკვე ვანის ტბას ფაქტიურად მიუახლოვდა. დავით კურაპალატის სახელთან ასევე დაკავშირებულია მონეტის მოჭრა. ანუ მის სახელთან არის ეს მონეტი, ვერცხლის მონეტის მოჭრა. პირველად ბაგრატიონებმა ფაქტიურად მის სახით მოჭრეს ეს ვერცხლის მონეტა. ანუ ეს არის პირველი, შეიძლება ჩაითვალოს პირველი მოჭრილი მონეტა ბაგრატიონების მიერ. დიახ. სამწუხაროდ ეს მონეტები აღმოჩენილია საქართველოს გარეთ. ფარგლებს გარეთ, ძალიან შორს აქედან პრიბალტიკაში. საინტერესოა როგორ მოხდა იქ. თავისი ფორმით, თავისი წონით დავით კურაპალატის ვერცხლის მონეტები ფაქტიურად იყო ისეთივე როგორც არაბული ვერცხლის მონეტა დირხემის სახელწოდებით. და არაბული ვერცხლი გადიოდა სავაჭრო ურთიერთობების მეშვეობით სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. და აი რამდენიმე მონეტა აღმოჩნდა მე-19 საუკუნეში პრიბალტიკაში. ერთ-ერთი სამახის გათხრის დროს იყო აღმოჩენილი დავით კურაპალატის მონეტა, ვერცხლის მონეტა. ეს ნიშნავს იმას, რომ აქედან დაწყებული და მერე ამ მონეტების მოჭრა გააგრძელეს დავით ბაგრატ მესამემ და სხვა ერთიანი საქართველოს მეფეებმა. იყო პერიოდი, როცა ვერცხლის მონეტა იჭრებოდა, იყო როცა ვერცხლის კრიზისი შეიქმნა მე-12 საუკუნეში და ვერცხლის რაოდენობა ბევრად შემცირდა. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი ფული იჭრებოდა, როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო ხაზინაში. ჯერ ტაუკლარჯეთში და მერე უკვე ერთიან საქართველოს პოლიტიკურ ცენტრებში, ქუთაისში და მერე შემდგომ თბილისში, დიდგორის ბრძოლის შემდგომ. ამაზე საკმაოდ ბევრს ვისაუბრებთ ჩვენ შემდგომ გადაცემებში და რომ დაუბრუნდეთ ბიზანტიასა და ბაგრატიონებს შორის ურთიერთობას. ანუ როგორც საკმაოდ დიდი
შეიძლება ითქვას ერთ-ერთი უდიდესი მოკავშირე და ამავდროულად მოწინააღმდეგეც იყო. და აი როგორ ახდენდნენ ლავირებას იმდროინდელი ბაგრატიონი მმართველები. ნუ დავით კურაპალატის მაგალითზე რო ვთქვათ, ის ახერხებდა ბიზანტიის ურთიერთობა ბიზანტიის იმპერიასთან მოკავშირის პოზიციის დაკავება, ანუ გამოდიოდა მის მხარდასაჭერად, როცა საქმე ეხებოდა მის პირად ინტერესების დაცვას, ის თავის პოზიციებს იცავდა თავისთავად. რაც კერძოდ გამოიხატა, როცა მან მიიღო ბიზანტიის იმპერიიდან ეს მიწები, რომელიც მის სამფლობელოს შეუერთდა. აი როცა დავით კურაპალატი გარდაიცვალა 1001 წელს, ბიზანტიამ მოითხოვა მისი მიწები დაბრუნება. ანუ მას ჰქონდათ საბუთი მისი ხელმოწერით, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ ეს მიწები გადადის ბიზანტიის, უბრუნდება ბიზანტიას. ამ დროს ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატ მესამემ თავის მამასთან ერთად, გურგენ მეორესთან გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიეს ბიზანტიის იმპერატორს ბასილი მეორეს. ბასილი დიდი ჯარით შევიდა ტაოში, ძირითად ციხესიმაგრეებში დააყენა თავის გარნიზონები და ფაქტობრივად ეს მხარის ნაწილი, სამხრეთი ნაწილი შეუერთდა ბიზანტიას. ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი, ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი, ანუ დავით კურაპალატის სამფლობელო ჩრდილოეთი ნაწილი გადასცა ბაგრატ მესამეს. და ამავე დროს ბაგრატ მესამეს გადასცა კურაპალატის წოდება, ხოლო მის მამას მხოლოდ მაგისტროსის წოდება და ბიზანტიელები ფიქრობდნენ, რომ ამითი მოხდებოდა გარკვეული დაპირისპირება მამაშვილს შორის. ანუ ყველანაირად ცდილობდნენ, რომ შიდა შუღლი გაღუვებულიყო და ამას უწყობდნენ ხელს. უწყობდნენ, თავიანთი ინტერესი მაქსიმალურად ყოფილიყო გატარებული, მაგრამ ყველას მოგეხსენებათ, როგორ დასრულდა ეს საბოლოოდ და ეს ძალიან მახარებს და მე მგონი ჩვენ ტელემოყურებლისთვისაც ეს ძალიან სასიხარულო და კარგი ფაქტი არის. აი, როცა ბიზანტიის იმპერატორი ბასილი მეორე იბრძოდა ბალკანის ნახევარკუნძულზე ბულგარეთის სამეფოს წინააღმდეგ, ამითი ისარგებლა ბაგრატ მესამის ვაჟმა გიორგი პირველმა და ის მიწები, რომლებიც დავით კურაპალატის სამფლობელო იყო, კვლავ დაიბრუნა. ეს ყველაფერი ხდება 1018 წელს. როცა ბასილიოს მეორემ 1021 წელს დაიპყრო ბულგარეთი, ის მთელი ძალით დაბრუნდა ტაუს ტერიტორიაზე და დაიწყო ბრძოლა ამ მიწების, ასე ვთქვათ, უკან დასაბრუნებლად. და ამ ბრძოლაში ამ ეტაპზე გიორგი პირველი სამწუხაროდ დამარცხდა და იძულებული იყო, დათანხმებული იყო ძალიან მძიმე პირობებზე, ანუ უბრუნებდა დავით კურაპალატის კუთვნილ მიწებს ბიზანტიის იმპერიას და ასევე იძულებული იყო თავისი 3 წლის ვაჟი ბაგრატი, შემდგომში ბაგრატ მეოთხე, მძევლის სახით გაეგზავნა ბიზანტიაში. ანუ აი ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულდა დავით კურაპალატის მემკვიდრეობის დაბრუნების საკითხი. ეს მოხდა ცოტა მოგვიანად, აი ნაწილ, როცა უკვე მსოფლიო არენაზე ჩნდებიან თურქის სელჩუკები და ბიზანტია უკვე სუსტდება ამ პერიოდისათვის და თვითონ უბრუნებს ფაქტიურად აი იმ დაკარგულ ქართულ მიწებს. ისევ რომ დაუბრუნდეთ პირველი ურთიერთობები ბიზანტიასა და ბაგრატიონებს შორის და უფრო ღრმად მიმოვიხილოთ ეს საკითხი. ანუ აშოთ პირველი კურაპალატს რომ დაუბრუნდეთ, ანუ ეს ურთიერთობები, აი გამოკვეთილი ისეთი ისტორიული ფაქტები, რომელიც არსებობს, რომ რაღაც სისტემურად შევკრათ და მაყურებელს უფრო კარგად დაუხატოთ
ეს სურათი როგორი იყო? ანუ პირველი ურთიერთობა, თქვათ ესეთი გამოკვეთილი, რომელიც ჩანს, თქვათ ახლა ვისაუბრეთ ჩვენ ზუსტად ურთიერთობა ბიზანტიის იმპერიასთან იწყება მე-4 საუკუნიდან, როცა ბიზანტიის იმპერია შეიქმნა. ანუ როცა კონსტანტინე პირველმა რომის იმპერიის დედაქალაქი რომიდან გადმოიტანა კონსტანტინოპოლში. და ამით ფაქტიურად დაარსდა ბიზანტიის იმპერია, რომელიც რეალურად მე-4 საუკუნის ბოლოში ორ ნაწილად გაიყო. ანუ აღმოსავლეთ რომის იმპერია, ბიზანტიის იმპერია, რომელმაც 1453 წლამდე გაძლო და დასავლეთ რომის იმპერია, რომელიც 478 წლამდე არსებობდა, ვიდრე ბარბაროსული ტომები არ აიღებდნენ რომს და გაუქმებდნენ იმპერიას. დასავლეთ რომის იმპერიას და აი ბიზანტიას და საქართველოს ურთიერთობა როგორც ეგეთი ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან იწყება. მაგრამ როგორც ტაო-კლარჯეთი და ბაგრატიონები ეს ურთიერთობა იწყება დაარსების შემდგომ, ანუ როცა აშოტ-კურაპალატი ხდება ამ ტერიტორიის მფლობელი. ეს გამოიხატა პირველ რიგში იმაში, რომ ბიზანტიელები მას ანიჭებდნენ აი ამ ბიზანტიური საკარო უმაღლეს წოდებას, კურაპალატის წოდებას, აი როგორც წინა გადაცემაში ითქვა, ეს იყო ერთ-ერთი უმაღლესი ბიზანტიური კარის წოდება, ეგრეთ წოდებული რანგების ტაბელის მიხედვით მე-4 რანგის წოდება იყო კურაპალატის. სულ თავდაპირველად კურაპალატის წოდება იყო ბიზანტიის იმპერატორის და მის ოჯახის წევრების კუთვნილება. ანუ ამ წოდებით ბიზანტიის იმპერატორები თავის ახლო ნათესავებს აჯილდოვებდნენ, ესე ვთქვათ. და შემდგომში ეს უკვე გახდა ამიერკავკასიის მფლობელების საპატიო ტიტული, რომელიც გამოხატავდა გარკვეულ ურთიერთობას ბიზანტიის იმპერიასთან. ეს იყო გარკვეული ურთიერთობა და გარკვეული ვალდებულებები ბიზანტიის იმპერიის წინაშე. ანუ ის მოკავშირეობა, რომელიც არსებობდა, ვთქვათ, ბიზანტიის იმპერიასა და ტაო-კლარჯეთს შორის, ნიშნავდა იმას, რომ იმ შემთხვევებში, როცა ბიზანტია სჭირდებოდა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონების დახმარება და მხარდაჭერა, ეს ყოველთვის ხდებოდა. ხანდახან იყო პერიოდები, როცა ძალიან ახლოს იყვნენ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები ბიზანტიის იმპერიასთან, იყო პერიოდი, როცა იყო გარკვეული დაპირისპირება მათ შორის. მთელი ეს 200 წლის ისტორია გვაჩვენებს იმას, რომ აი ეს ურთიერთობა ყოველთვის ისეთი სწორხაზოვანი არ იყო. რომ გამოვყოთ ტაო-კლარჯეთის მმართველები ბაგრატიონები სხვა მმართველებისგან გამოვყოთ რითი? ანუ განაპირობა თუ არა ბაგრატიონების მმართველობითმა ფორმამ შიდა ურთიერთობებმა, რა თქმა უნდა დაპირისპირებებიც იყო და ეს ხდებოდა ჩვეულებრივად და ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ. ის დაწინაურება და საბოლოო ჯამში საქართველოს გაერთიანება ამ დინასტიის, ამ გვარის გარკვეულმა თავისებურებებმა. აი ამაზე როგორც ისტორიკოსი და ექსპერტი ამ საკითხში რას ვეთქვით? ამ პოლიტიკურმა ხედვამ ერთი მთავარი რაც ჰქონდათ ბაგრატიონებს, ისინი ყველგან სადაც მოდიოდნენ ხელისუფლებაში, ყოველთვის გამაერთიანებელ პოლიტიკას აწარმოებდნენ. ეს იქნებოდა საქართველო, ეს იქნებოდა სასონხეთი, ეს იქნებოდა, ვთქვათ, ჰერეთი, იქნებოდა კახეთი, ანუ ყველგან ცდილობდნენ ადგილობრივი ძალების გაერთიანებას. და აი სულ ყოველთვის მიილწოდნენ გაერთიანებისაკენ. აი მე-9 საუკუნეში ეს იყო ნაბიჯ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით.
როცა გაძლიერდა დასავლეთ საქართველოში აფხაზთა სამეფო, ამ სამეფომ დაიწყო ბრძოლა სხვა საქართველოს რეგიონების დასაპყრობად და ამით ფაქტიურად იწყება ბრძოლა სხვადასხვა სამეფო სამთავროებს შორის ჯერ პირველობისათვის და მერე შემდგომ ქვეყნის გაერთიანებისათვის. აი ეს 200 წლიანი პერიოდი საქართველოს ისტორიაში ეს არის აი ამ გაერთიანებისათვის ბრძოლის პერიოდი. როცა დასაწყის ეტაპზე ეს პირველობა აფხაზთა მეფეების ხელში არის, ისინი გადმოდიან ქართლში, ამ ტერიტორიას იკავებენ, ახერხებენ სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ჰერეთშიც და კახეთშიც. ეს ყველაფერი ხდება მე-10 საუკუნის 20-იან წლებში. აი მთელი ეს მე-10 საუკუნის პერიოდი არის დასავლეთ საქართველოს აფხაზთა სამეფოს ჰეგემონიის პერიოდი. აი ამ დროს აფხაზთა მეფე არის გიორგი მეორე. ასევე ეს გიორგი მეორე თავისი ნათესაური კავშირებით არის ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებთან. ფაქტიურად მისი სიმამრი იყო ადარნასე ქართველთა მეფე. და ფაქტიურად ეს იყო ერთი ოჯახის სხვადასხვა შტოების ბრძოლა პირველობისათვის. ოღონდ ერთი მისი მემკვიდრე ხდება აფხაზთა მეფე, ქალის ხაზით და ხოლო მისი უშუალო მემკვიდრეები იყვნენ ტაო-კლარჯეთის კურაპალატები და ქართველთა მეფეები. აი ძირითადად მათ შორის მიდიოდა ბრძოლა აი ამ პირველობისათვის. კახეთის სამთავროც და ჰერეთის სამთავროც გარკვეულ პერიოდებში ცდილობდნენ ამ ბრძოლაში ჩართვა. მას პერიოდულად ხდებოდა ამ ბრძოლაში მათი ჩართვა. აი უფრო მიდიოდა ბრძოლა პირველობისათვის აფხაზთა მეფეებს და ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონებს შორის. აი რომელიც დასრულდა მე-10 საუკუნის ბოლოსკენ, როცა ბაგრატ მესამე ერთდროულად ჯერ ხდება აფხაზთა მეფე და ეს ძალიან კარგად ჩანს ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტულატურაში. ანუ მათი ტიტულატურა იწყება მეფე აფხაზთა, იმიტომ რომ ბაგრატ მესამე ჯერ აფხაზთა მეფე ხდება 978 წელს. 3 წლით ცოტა ადრე 975 წელს დავით კურაპალატმა ბაგრატ მესამე გამოაცხადა ქართლის მმართველად და იმიტომ არის რომ მეორე წოდება ქართველი მეფეების ტიტულატურაში არის მეფე ქართველთა და შემდგომში კახთა, რანთა და აი სრული ეს ტიტულატურა ის ნიშნავდა იმას რომ ნაბიჯ ხდებოდა ამ ტერიტორიების გაერთიანება და აი სრული სახე უკვე მიიღო ამ ტიტულატურამ დავით აღმაშენებლის შემდგომ აი გიორგი მესამის სიგელებში არის სრული ტიტულატურა მოყვანილი აი ამ გაერთიანებული სამეფოს მიწების როგორ მიდიოდა ეს თანმიმდევრული შემოერთება. აი ამ ტიტულატურაში ძალიან კარგად ჩანს, რომ ჯერ აფხაზთა მეფეები არიან, მერე ქართველთა მეფეები. აი თქვა იგივე ბაგრატ მესამე, როცა მისი მამა გურგენ მეორე მეფეთ მეფე ხდება 1008 წელს, მან თავის ტიტულს მიუვერთა ქართველთა მეფე და ის იწოდებოდა მეფე აფხაზთა და ქართველთა. აი როცა დავით აღმაშენებელმა შემოიერთა კახეთ-ჰერეთის სამეფო ბაგრატიონთა ტიტულატურა გაიზარდა და მიიღო ესეთი ფორმა მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა. ანუ ამ შემთხვევაში აფხაზეთი დასავლეთ საქართველო, ქართველთა ტაო-კლარჯეთი და ქართლის გარკვეული მიწები, რანთა ეს ჰერეთის მეფის წოდება და კახთა კახეთის მეფის ტიტული. ბატონო იოსებ, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივუახლოვდა და მე ვისურვებდი და ალბათ საქართველოს საზოგადოებამ ისურვებდა ამას ყველა ერთად, ესე იგი ახლა სურვილს ვიტყვი, რომელიც ფაქტობრივად ყველა ჩვენი სურვილია.
აი როგორც ახლა ჩამოვთვალეთ ჩვენ ტიტულატურა და ერთიანი საქართველოს გაერთიანება, ეს ხო ერთიანი საქართველოა. აი ესე მომხდარ იყოს ეხლაც ფაქტიურად ის ჩვენი ტერიტორიები დაბრუნებოდეს თავის ძირძველ ერთიან საქართველოს. დიახ. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.